სამწუხაროდ ჩვენ ქვეყანაში, როდესაც ადამიანს ეუბნებიან, რომ სიმსივნე გაქვს და მერე როდესაც გადაამოწმებს ან თურქეთში, ან ევროპის ქვეყანაში, აღმოჩნდება, რომ სიმსივნე საერთოდ არ აქვს, ან ეუბნებიან, რომ წადი, არაფერი არ გჭირს, დაისვენე, მოდი გეგმიურ შემოწმებაზე და აღმოჩნდება, რომ თურმე ამ დროს მეტასტაზები გავრცელდა, როდესაც სახლში გაუშვეს ადამიანი და უთხრეს, რომ დაისვენე, არაფერი არ გჭირს. ეს რის გამო ხდება ნამდვილად არ ვიცი, აპარატურა, როგორც ვიცი, საუკეთესო აპარატურა ჩამოაქვთ ხოლმე ჩვენთან საავადმყოფოებში, თუმცა ალბათ ეს უკვე კვალიფიკაციას ეხება, რამდენად იციან ამ აპარატურის წაკითხვა ექიმებმა. ძალიან ბევრ ახალგაზრდას ემართება დღეს სიმსივნე, ბავშვებსაც კი ემართებათ სიმსივნე, ძალიან პატარა ბავშვებს. მე როდესაც ამისვეს სიმსივნის დიაგნოზი, მაშინ არ მეგონა საერთოდ თუ ამ ასაკში შეიძლებოდა სიმსივნის დიაგნოზი დაესვათ ვინმესთვის და ვფიქრობდი, რომ ძალიან ახალგაზრდა ვარ და კიბო რატომ აქვს და მე რო გავიგე, რომ ბავშვებსაც ემართებათ სიმსივნე, ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ მაგაზეც კი არ მქონდა ინფორმაცია, რომ რისკ ჯგუფი არ გააჩნია ამ დაავადებას და ყველას შეიძლება დაემართოს. და როდესაც ქვეყანაში ესეთი მდგომარეობა არის, რომ ან სახლი უნდა გაყიდო, ან უნდა გადაიხვეწო, იმ გადახვეწასაც გიზღუდავენ, შეიძლება ვიზა ლიბერალიზაცია გაუქმდეს და ვერსად ვერ ჩაბარდე. ან რომ ჩაბარდები, იქ ჯანდაცვა აგზავნის წერილებს, რომ გამოუშვით, დააბრუნეთ ჩვენთან ყველაფერი აქ და დაგაბრუნონ ეს უკან ჯერ არ გამოჯამრთელებული და აქ არაფერი აღარ გექნება. და ალტერნატივად გთავაზობენ თურქეთში მკურნალობას, სადაც ფული უნდა გადაიხადო აუცილებლად, უფასოდ არავინ არაფერს არ გაგიკეთებს.